მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რაგბი TV აგრძელებს თქვენთვის დიდიათის ამჯერად დიდიათის ჩვენ უკვე ქონდა დილის ეთერში სუპერ რაგბის მე-6 ტურის გახსნითი მატჩი მოანა ჩიფსის წინააღმდეგ, სადაც ესე უხკულიანი და კარგი მატჩი ვიხილეთ. ახლა კი წამოვედით ბათუმში, ზღვისპირეთში, სადაც ადგილობრივი ბათუმი მე-17 ტურის გახსნით მატჩი უმასპინძლებს ყაზბეგს. ორივე გუნდს, ესე ვთქვათ, ჰაერივით ჭირდება გამარჯვება ბათუმს იმისთვის, რომ დარჩეს ბრძოლაში პირველ-მეორე ადგილოსან, მესამე ადგილზეა ბათუმი და პირველ-მეორე ადგილოსანს კვლავ გაუწიოს კონკურენცია ბოლო ორ ტურში და ბოლო ტურში უბრალოდ ყაზბეგს კი ჭირდება გამარჯვება იმისთვის, რომ ასევე ბოლო ტურისთვის შემოიტოვოს შანსი იმისა, რომ გავიდეს პლეი-ოფში. მოკლედ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ყაზბეგი არის ჩამოსული ოპტიმალური შემადგენლობით, დაუბრუნდა აჩიაბესაძე, ბათუმს კი საკადრო ცვლილებები აქვს, ვიცით რომ ტაოსთან მათ ორი მგეზავი დაკარგეს, მოკლედ ნახოთ თუ რომელი გუნდი იქნება უკეთესი დღეს. მოკლედ იოსებ ჯაფარიძე და საბა ჟორჟიკაშვილი ვიქნებით თქვენთან ერთად. მოგესალმებით. დიდიათის ბოლო ეტაპზე გადავედით. რეგულარული გათამაშების, მიუახლოვდით პლეი-ოფს, მცირე მიმოხილვა უკვე სოსომ შემოგთავაზათ და ახლა ნელ-ნელა შეგვიძლია უკვე გავუყვეთ შემადგენლობებს და დეტალურად და უფრო ვრცლად იმაზე თუ ბათუმს რა პრობლემები აქვს პლეი-ოფის წინ და ყაზბეგს კი რა შანსები, უფრო დეტალურად მატჩის მიმდინარეობისას განვავრცობთ. ბათუმის შემადგენლობას გაგაცნობთ პირველი ორი და სამი ნომრებით ალეკო შამილიშვილი, თორნიკე გაბელაია და ჯაბა შათირიშვილი იქნებიან პირველ ხაზში, მეორე ხაზის წყვილი 4 გიორგი მოსულიშვილი, 5 გაგა არაბული, მესამე ხაზი 6 გიორგი თხილაიშვილი, 7 გუნდის კაპიტანი ლაშა ფოფხაძე, 8 კი გიორგი შუკაკიძე გახლავთ. შერკინების 8 მოთამაშე. 9 და 10 ღერძის წყვილი არჩილ თურმანიძე და ბუბა ნოზაძე, ჩვენი 20 წლამდე ნაკრების გეზავი, 11 პიტერ ვილიამსი, 12 გიორგი ციკლაური, 13 კავეკინი ტამბუ, ძალიან სახიფათო და აქტიური მორაგბე, 14 ვიტალი ირემაძე, 15 ვაჟა მიქაძე. მთავარი მწვრთნელი კი ირაკლი ნინიძე გახლავთ. რაც შეეხება სტეფან წმინდელებს, პირველ ხაზში გიორგი ზაკაშვილი, სოსო ჭყოიძე და ლევან გომიაშვილი, მეორეში ვანო ბურდული და გიგა ჯულუხაძე, მესამე ხაზი იაგო გელაძე, რატი ჟორჟოლიანი და შემკრველი იქნება ლუკა ჩხარეული, ნახევარდაცვა დღეს გიორგი მარგალიტაძე იქნება მარკაფაში, მისთან სოდი თამაშობს მათე ჩხარეული, 10 ნომრად არის განთავსებული დათო იმნაძე, რომელსაც 15 ნომრიანი მაისური ეცმევა, 11 და 14 ნომრად ონისე ბაზარი და ლაშა ცენტში გუნდის კაპიტანი და სულიდაგული გუგუა ხულელიძე და ლუკა ალიბეგაშვილი იქნებიან, ხოლო დავით მოძრიშვილი გაირჯება 15 ნომრად, რომელსაც შესაბამისად 10 ნომრიანი მაისური ეცმევა. მიშა სუჯაშვილი არის გუნდის მთავარი მცველი, ხო პრობლემა რაც არის ყაზბეგში ის არის, რომ სტეფან წმინდელებმა ბოლო სამ ტურში ვერცერთ შეხვედრაში ვერ მოახერხეს გამარჯვება ხვამთან, რუსთავთან და არმიასთან დამარცხდნენ. ისინი აი ახლა ეცდებიან ბათუმში ისინი ამ წაგებათა სერიის შეწყვეტას. თავის წილ კი ბათუმი ძალიან კარგ სვლაზეა, უნდა აღვნიშნოთ, ბოლო ორი მატჩი მოიგეს, მანამდე ლელოსთან დამარცხდნენ ძალიან დრამატულ ბრძოლაში, ბოლო წამზე პეტრე ხუციშვილის მიერ გატანილი ჯარიმით. ერთადერთი მარცხი აქვს საერთოდ ბოლო 10 შეხვედრაში, ისინი რეგულარული გათამაშების ბოლოსკენ უფრო შევიდნენ, მეორე წელში უფრო შევიდნენ ფორმაში, რაც მოსალოდნელი იყო და სწორით შეიძლება ითქვას, რომ ისე დააბალანსეს სეზონი, რომ ნელ-ნელა დაიწყეს და ნელ-ნელა მოუმატეს. გელა ლემონჯავა იქნება მატჩის მთავარი მსაჯი, შოთი ცაგარეიშვილი და დავით ჯალტუნოვი დაეხმარებიან მას კიდეებიდან და შოთა თევზაძე იქნება ვიდეო რეფერი. ძალიან კარგია, როცა ვიდეო რეფერის ფუფუნება გვაქვს, გვექნება გამეორება, მსაჯის ხმა გვექნება. აქ შეცდომა და რა კარგად მიარტყა გომიაშვილმა, აბა ვაჟა მიქაძე ტამბუ, ხო ვიცით რომ ფირცხალაიშვილი დაშავდა ტაოსთან, მაგრამ როგორც ვიცი ჯვარედინის დაზიანება აქვს, მინდა რომ მალე გამოჯამრთელება უსურვო და ასევე რეზი ჯინჭველაშვილი, რომელსაც ცხვირი გაუტყდა წინა მატჩში და არა მარტო ცხვირი და ასევე მასაც მინდა რომ უსურვო მალე დაბრუნება
სათამაშო მინდორზე, მოკლედ მათე ჩხარეული ყაზბეგელები ფლობენ შეტევას მეტოქის ნახევარზე. ლუკა ჩხარეული წამოვიდა ახლოში, რა კარგად გაატანა ხულელიძეს, ონისე ბაზალი. ბაზალს შეუძლია თავადაც ბრწყინვალე ეპიზოდი და ჩხარეულის ლელო საწყის წუთებზე ყაზბეგმა გახსნა ანგარიში. ძალიან საინტერესო დაიწყო ეს მატჩი, რამდენიმე შეცდომა ბათუმელებისგან ორჯერ მოიპოვა ყაზბეგმა მეტოქის ნახევარზე შეტევა და ის გუგუა ხულელიძის ბოლო გადაცემა ონისე ბაზალზე რამაც გააჭრევინა ღვთის მოთამაშეს ხაზი და როგორი სად გაატანა რა მათე ჩხარეულს ეს გადაცემა. ბაზალის პასიც ცალკე გამოსაყოფია იქ შემოსები მოთამაშეები აი აქ დაახლოებულ ხაზებზე ერთი ხელის მოსმით გაკეთებული გადაცემა და ორ მოთამაშეში გააწვია არც მათე ჩხარეულს ჰქონდა მარტივად საქმე კი მოძრაობაზე დაიჭირა თუმცა სამი მცველი იცავდა. აი მანამდე იყო კიდე აღსანიშნი საბა ის ფაქტი რომ ლუკა ჩხარეულმა რომელმაც ტოლად იყვნენ დაცვაში, მაგრამ ლუკა ჩხარეულმა ორი მცველი მოიზიდა თავისკენ. კი, თავისკენ მოიზიდა ორი მცველი, შემდეგ მივისა ხულელიძეს და ხულელიძემ ორი ერთზე გაატანა ონისე ბაზალს. მოკლედ ამ შეტევაში ყაზბეგელებმა ბრწყინვალედ გააკეთეს ყველაფერი. საინტერესო დასაწყისი ჩვენი მატჩის. ამის თქმა მინდოდა იმნაძეც. ზუსტია ხო, ხულელიძეს როგორც დავინახე ბოდიშსაბა 13 ნომრიანი მაისური აცვია აშკარად. ხო, ნუმერაციაში ზოგადად დიდათში ეს რაღაც პერიოდი დაალაგდება ხოლმე, შემდეგ ისევ ცოტა პრობლემები გვაქვს, მაგრამ რა შედარება წარსულთან შეცვლილია რაღაცა, იმიტომ რომ ლაშაძნელაძე დავინახე ახლა 12 ნომრად. ხო, იმედია, სახეზე ვიცი ყველა ვინ არის და ესე ნამდვილად არ შემეშლებიან. ბუბა ნოზაძე ჩვენი უწამდეს 10 ნომერი. კარგი ბიჭია ძალიან ბუბა, დახვეწილი 10 ნომერია, კარგად მართავს გუნდს. ბლოკმა იმუშავა ძალიან კარგად საბრძოლო ბურთი აიღო ყაზბეგმა. ბათუმის შათირიშვილი რომ მოდის ბოჭვაზე აი თელი მასით გასკდება წარმოიდგინე ძალიან ხისტი მორაგბე არის და კარგად იყენებს თავის შესაძლებლობებს და როგორი შეცდომა აქვს. მაგრამ როგორც ჩანს წინ თამაში იყო ბათუმისგან პასის ჩაჭრის მომენტში. ხედავთ უკან გოჩაჩხარეულს რომელმაც ჩამოაყალიბა ეს კლუბი, სული და გული არის ნამდვილად. სტეფან წმინდის ყაზბეგის ვიცით რომ ის იყო მთავარი მწვრთნელი, შემდეგ უკვე დაუთ მოასპარეზი მიშა სუძაშვილს და თვითონ უკვე მენეჯმენტში გადაინაცვლა და აქედან მართავს გუნდს. აქ მცირე ხარვეზი კომუნიკაციასთან დაკავშირებით მსაჯების გასწორდება და გაგრძელდება ჩვენი მატჩი. შერკინებით ხო, აი შერკინება იქნება ძალიან საინტერესო ასპექტი საბა. ორივე გუნდს ფიქრობ რომ ენდომება რომ მეტოქე დაჩაგროს ამ ასპექტში, ვნახოთ ვინ იქნება უკეთესი. ხო, ალბათ მცირედი უპირატესობა უნდა იყოს ბათუმელთა მხარეს, უფრო შედარებით უფრო გამოცდილი და მასიური პირველი ხაზით არის დღეს ბათუმი და ეკნებათ აუცილებლად სურვილი რომ მეტოქეზე უპირატესობა მოიპოვონ. თუმცა ვნახოთ. უამინდობის გამო მიხვდებოდით რომ იმართება სათადარიგო ხელოვნურ საფარიან მოედანზე. ხო, როგორც ბათუმის თამაში ვიმსაჯე წინა ტურში ტაოს წინააღმდეგ და როგორც ვესაუბრე ბათუმელებს უკვე პლეი-ოფისთვის მზად იქნება ბუნებრივი მოედანი და უკვე იქით გადაინაცვლება შემდეგ პლეი-ოფის სტადიაზე. აბა გამოვიდა ბურთი იმნაძე არც თუ ისე კარგი დარტყმული ლაჟა მიქაძე კარგად ჩახურეს. იაგო გეილაძე მოჭავდა ბათუმელთა ფულბექს. დაუგვიანდა ბურთის გამოტანა არც თურმაინძეს, თორეკ შეიძლება და თამაშგარეშე ჩატოვება ყაზბეგელი მორაგბეების ძალიან გაიწევა. როგორ იბჯვის ყაზბეგი ყველა რაკში ხარეული არის ძალიან აქტიური და აქ ნომერზე გაუდასხმა არ დაფიქსირდა ნოზაძე კარგი იაგდება მიქაძე ჩაერთო ლეგიონერი თირიშვილი წამოვიდა. გააჩერეს ნოზაძე გაატანა მიქაძეს და ხო, უცნაურს წინ წავიდა ბურთი. ბათუმმა ვერ დაალაგა საწყის ეტაპზე პირველი ტაიმის თავისი თამაში. ეს პირველი მცდელობა იყო ფაქტობრივად ბათუმელთა შეტევის.
ხო, ეს გამოიწვია სხვადასხვა აი ყაზბეგლებს რაც შევატყე, ყველა რაც ცდილობენ რომ მეტოქე შეაწუხონ, არ აქვს შესაბამისად ბათუმს სტრაფი ბურთი, თან ცოტა წვნიანი ამინდის არის. ნუ ბათუმელებს თვითონ არ უკვირთ, მაგრამ ოღონდ ისე ცდილობენ რომ შეაწუხონ, რომ ბევრი მოთამაშე არ ჩატოვონ რაგში, რაც აძლევს ბათუმს ყაზბეგს უпростоრად იმის საშუალებას რომ დაცვაში უფრო დაალაგებული იყოს და რაოდენობაც ყავდეს. აი ამას რაც დაუპირისპირებს ბათუმი, ამას ნახავთ. ხო, ცოტა ნელა იწყობა შერკინება, რა თქმა უნდა, გახურება ჭირდება ბიჭებს და უფრო აჩქარდება დარწმუნებული ვარ ტემპი. დროთა განმავლობაში, აბა, მორიგი შერკინება. სტაბილურია შერკინება. ჯარიმა. როგორც ან შათირიშვილი ჩავარდივა. პირდაპირ მიწაზე წახვედიო შათირიშვილს, ასე ვთქვა. ზაგაშვილმა პირველი დუელი მოუგო შათირიშვილს. მოდრიშვილს ძლიერი ფეხი აქვს, შეუძლია კარგი პასტარმი შეუქმნას ახლა თავის გუნდს. რთული გამოცდის წინაშე იქნება გიორგი ზაგაშვილი, შათირიშვილი. ფრანგული გამოცდილებითაც არის, ის საფრანგეთიდან დაბრუნდა. რამდენადაც მახსოვს ასაკობრივი ნაკრებების ნათამაშები აქვს 18 წლამდე მახსოვს. აი 20 წლამდე ნამდვილად აღარ მახსოვს. აბა ყაზბეგის დერეფანი. ბოლო მხტომელზე მოიგეს ბრწყინვალე ჩქარეულით შიგნით ჩვენება თავად მიეძალა მარცხენა ფლანგზე გრძელდება ყაზბეგელთა შეტევა ჯულუხაძემ შეუტია საკმაოდ აქტიურად და აგრესიულად უტევს ყაზბეგი უნდა აღნიშნოს მაგრამ აი აქ ტყილაიშვილმა კარგად წაიკითხა ყაზბეგის შეტევა და მოიხელთა იმნაძე და ახევინა უკან ყაზბეგს გომიაშვილი ბრწყინვალე დაცვა ითამაშა ბოლო ორ ფაზაში ბათუმმა წინ ასვლით აქტიური ბოჭვებით ძნელაძე მიეძალა ტამბუსთან მივიდა და ისევ უკან იხევს ყაზბეგი ხო ძნელაძის და ტამბუს დაპირისპირება საინტერესო იქნება ორივე საკმაოდ ძლიერი არის ფიზიკურად რამდენიმე საინტერესო დუელი გვაქვს მოედანზე დაიქნია და ძალიან ცუდი შეცდომა დათა იმნაძის მიერ დაშვებული რაც გამოიწვია ბათუმელთა ბრწყინვალე დაცვამ არაერთხელ ვახსენეთ ჩვენ დღეს უკვე აი ესე ზევით რამდენიმე შეხვედრება ბოჭვა გააკეთეს ბათუმელებმა შემდეგ მცირე უყურადღებობა დავით იმნაძისგან და კარგად სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა პიტერ უილიამსი და ლუკა ჩქარეული რა თქმა უნდა ვეღარ დაეწეოდა მას და გაიტანა ლელო აი ესე მალე გაათანაბრა ბათუმმა ლელოების ანგარიში ახლა ჯერი ვაჟა მიქაძეზეა რომელიც არც თუ ისე რთული პოზიციიდან შეასრულებს გარდასახვას საკმაოდ კარგი თამაში გაიხსნა მე-17 ტური ასეც იყო მოსაოდნელი ორივე საკმაოდ კარგი მობურთავე გუნდია შესაბამისად ველოდებოდი კიდევაც რომ კარგი თამაში უნდა გამოსულიყო ვაჟა მიქაძე წინვალეა და 7-7 მე-10 წუთისთვის ანგარიში ხდება საყაიმო აი ეს გადაცემა არ გამოუვიდა იმნაძეს ხო სწორედ იმნაძის შეცდომითვე დაიწყო ბათუმელთა წინსვლა დაცვაში როდესაც თხილაიშვილმა წაიკითხა კარგად ეპიზოდი და შემდეგ მიჰყვა ფაზიდან ფაზამდე სანამ არ დააშვებინეს ის შეცდომა რომელსაც ლელო მოჰყვა საბოლოო ჯამში და აგძელა რა კი თურმანიძემ გაატანა შამილიშვილს 22-დან გამოვიდა ბათუმი ხო პირდაპირ აუჩი ვერ გადაგზავნის და თურმანიძე უნდა დატოვოს მოედანში რადგან 22-ს გარეთ იყო
ჩქარეული კარგია ჰაერში გადააწოდა მოძღვრიშვილს შეინახა. ისევ როგორ აქტიურად აწუხებს ბათუმი წინ შემტევი ბოჭებით. და დააცვით აქ შაქირიშვილი. თავის მასას იყენებს ჰოლოგრამამდე. ჩქარეული. აქ. რა კარგი იყო ჰაერში თურმანიძე თუ არ ვწდები კი ბატონო ბუბანოზაძე მივიდა 9 ნომრად ზურგს უკან მიქაძე აბა ფოფხაძე თამდე ჩავიდა კვლავ ვილიამსი შევიდა ორ ბოჭავში და რამხილა მანძილი დაფარა თურმანიძე ათამაშებს მორკინალებს ბათუმი კარგად წავიდა წინ აი ორი გადაცემით არამდე ამოვიდა 22 ნოზაძე შათირიშვილი და შეცდომა კი ბატონო ხო, აპელირები რომ წინ გომიყო, მაგრამ წინ თამაშის შემდეგ აშკარად გადაასრო შათირიშვილმა, რომელსაც ბურთი დაუვარდა და შესაბამისად თამაშგარის ხაზი უკვე აღარ იყო. შესაბამისად ფაჯები სწორად მოიქცნენ აქ რომ შერკინება დანიშნეს. ხო, რაც შეეხება სხვა თამაშებს, დანარჩენი 4 თამაში ხვალ და ზეგ გაიმართება შაბათს და კვირას 14 საათზე ნუნუ წუძე აი არენაზე არესიტაოს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი აიღებს სტარტს ამის მორჩება თუ არა ამის შემდეგ დაიწყება კოჩებიაია არანაკლები მნიშვნელობის მატჩი რაგბი პლატოზე შემდეგ უკვე კვირას გვექნება 14 საათზე ნუნუ წუძე ლელო არმია და ხვამლი ხარები დაიხურება მე-17 ტური რომელიც 18 საათზე ნუნუ წუძე იქნება მოკლედ ყველა თამაში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ხო რო ვთქვათ ამ დროისთვის ყაზბეგი არის მერვე ადგილზე და აქვს 28 ქულა, ერთი ქულით ჩამორჩება მე-7 ადგილზე მყოფ ლელოს, რომელსაც 29 ქულა აქვს, ხოლო ხვამლი რომელიც მე აქ რა კარგად გაათამაშეს ყაზბეგელებმა ონისებაზალი, საკმაოდ სწრაფი მორაგბია გადაკიდება. ნახოთ საით აისყლეთ ვაუ, სადავარდა. არა, წინ გავუვარდა აშკარად. და აქ როგორც ჩანს დაზიანება აქვს გუახულელიდეს, ვიმედოვნოთ რომ არ არის სერიოზული მე დიამათი ჩქარეული დახლისგან იყიდებს ხელს და არა ტრავმის სიმძიმისგან დაველოდოთ. ხო, სანამ დრო გვაქვს ვიტყვი რომ ხვამლი რომელსაც აქვს 37 ქულა ასწრებს ლევოს რომ ხვამლი არის საპლეიოფ ზონაში და ასწრებს ლევოს 8 ქულით, ხოლო ყაზბეგს ასწრებს 9 ქულით. შესაბამისად ლევოსთვის და ყაზბეგისთვის ეს ტური არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმ მხრივ რომ აი აქ თუ წააგებენ ეს გუნდები მაშინ ყველანაირი შანსი კარგავენ იმისა რომ პლეიოფში გავიდეს თავის მხრივ ყაზბეგი 4 ქულით ასწრებს ხოლმე და მხოლოდ მე-9-ზე მყოფ ტაოს ხო აი ეს უკნიტა ყოველთვის სახიფათოა თითქოს კონტი გაიჭირა ხო თითქოს იმედია რომ სხვა დაჭიმულობა იქნება დისკომფორტის გამომწვევი მიზეზი. ხო, რამხელა ზალა გუახულელიძე. ამ გუნდის სული და გულია. პირველი დღიდან რამდენადაც მე ვიცი, პირველი დღიდან შექმნის დღიდან ყაზბეგის ღირსებას იცავს ბავშვობიდან. კი, ნამდვილად თან ისეთი აი ემოციურადაც, აი მენტალურად ძალიან აძლიერებს თავის გუნდს, აი როგორც აი ნამდვილი კაპიტანი ნიშნავს. მუხტავს და მოკლედ აი მასთან ერთად და მის გარეშე მოთამაშე ყაზბეგი ან სხვადასხვა რაღაც სხვადასხვა იერს იღებს. მოკლედ აბა ჩათვლის მოედნიდან გამოვა ბათუმი კარგია რომ არაფერი არ არის. არე შეტევა ასე ყაზბეგისგან ნაწარმოები. ორივე ონისე ბაზალის ფლანგიდან წამოვიდა. ხო, იმის და მიუხედავად რომ ბათუმს 2-10 ნომერი დაუშავდა, მათ ასევე სერგი ჩხაიძე წავს უნდა აღნიშნოთ. რომელსაც ასევე შეუძლია 10 ნომერზე, 12-ზე, 15-ზე, მოკლედ უნივერსალია ეს მორაგბე და ეს ასე ვთქვათ, დიდად შეიძლება არც დაიწყოს ბათუმმა 10 ნომრის მოსაკლისება. კი ბატონო, მაგრამ ნახოთ. უნდა ყველა მოთამაშე ძალიან დიდი ფასი აქვს. ხო, სიღრმე აქვს ამ კუთხით ნამდვილად ბათუმს. შათირიშვილი გამოიყენეს იმისათვის რომ პოზიცია გაეუმჯობესებინათ ბათუმელებს. წინა წასია ბურთი.
მოშლულმა დაინახა როგორ ჩანს აქ მოშლებული ზურგი, მაგრამ ბუბანოზაძე ადგილზეა. თუმცა ძალიან დიდხანს აცდის ბურთს, წნეხი ვერ დაადო. უნდა მეთქვა ვერ დაადო თქო, მაგრამ არ გამოუვიდა დარტყმა შეგვიძლია აღნიშნოთ ბუბას და კარგი პლასტები მიიღო ყაზბეგმა მე-15 წუთზე. ხელი შეშლა ასე თუ ისე მაინც გამოუვიდათ. ხო. ფანწმინდელებს. წარმოიდგინე ხვამს რომელსაც 37 ქულა აქვს, ეთამაშება ხარებს, რომელსაც 38 ქულა აქვს, მე-6 მე-5 ადგილებს იყო. როგორი მნიშვნელობის თამაში იქნება ეს საპლეი-ოფ ზონისთვის? თითქმის იდეალურად დაჯდა ბოლო ტურები. საჯებს კითხე. რამდენად სასიამოვნოა ხო? ცივილ-კივილი უნდა ნახო მე. ისეთი პროფესია აიუჩიეთ რომ კმაყოფილს ვერავის დატოვო. არ მაქვს პრობლემა. სოსოჭყოიძე რომელიც მოგეხსენებათ ლეოს აღზრდილია, მან სეზონის სტარტი გამოტოვა საკმაოდ დიდი ხანი ტრაუმის გამო. ჯვარედინი მყესები აქ წამოიღო თავის დერეფანი მაინც ყაზბეგმა შეუტია იაგო გელაძემ. გადაყარეს რაკთან ახლოს ერთი დარტყმა. აი დააკვირდეს აბა ორმაგ ბოჭებს აკეთებენ ბათუმელები, მოძღვრიშვილის შეგორება, ეს არ იქნება 50-22 თუ გადავიდო და რადგან შეტანილი იყო და მიქაძეს ძლიერი, ძალიან კარგი ფეხი აქვს, გადაარჩინა მოძღვრიშვილმა, უხერხულად მიიღო ეს ბურთი. მოიგო. დარტყმების დუელი ბათუმმა. ქარია, ხო, რამდენადაც ყურში ხდება. მაგრამ თითქოს ალმებზე არ იტყობა. ახლა ვაკვირდებოდი ალამს სწორედ. შესაძლოა უბერავს დინამიკთან შეიძლება და არა მოედანზე. უცნაურია, მაგრამ შეიძლება ასეც არის. ჯერჯერობით არ ეტყობა დარტყმებსაც, რომელიმე მხარეს განსაკუთრებული დისკომფორტია. ჩაჩქარეული. გადმოინაცვლა მოედანზე ამასობაში. კევა ლემონჯავა რომელიც ჩვენივრად უძღვება მათს. არც კი გვიხსენებია არც ერთხელ ეს საჯისთვის ფუფუნება ზოგადად როდესაც არ ჩანს მოედანზე. ახლა ბათუმმა კომბინაცია და არასწორ მოწოდებას გავდა, მაგრამ არა უხდა ყაზბეგი და ამიტომ არ ჩაითვალა ციკლაურმა წასწია ბურთი წინ კარგად. რა კარგად ითამაშა წოიძემ და აკვირდე აღარ შეუშალა ხელი დაწვა. ქვევი და აქ მაინც ფეხზე დარჩა ბუბანოზაძე. ტურბანიძე, კაპელაიას ორმაგი ბოჭვა წამოიღეს უკან. ძიმე მოთამაშეებთან მოუწია შეჯახება. მორგინალთა ჯგუფი ამჯერად გაგა არაბული აქტიურობდა შეტევაში მარჯვენა ფლანგი შათირიშვილი და იძრა შათირიშვილი მანაც მოიგო რამდენიმე მეტრი ვაჟა მიქაძე ვერ ამოიღო ჩქარეულმა რომელსაც ვადაშორის ხვამთან 3 თუ 4 ბურთი ამოიღო ძალიან კარგი იყო ღლეტვაზე ლუკა ჩქარეული ნოზაძე ტამბუს ახიფათოა მივიდა იმნაძეზე და მათე ჩქარეულმა შეაჩერა იმნაძეც სუდად შევიდა ბოჭაში შამილიშვილი გამოირჩევა ვადაშორის მათე ჩქარეული თავისი ხისტი თამაში დაცვაში კარგი ბოჭავი არის ფიზიკური მონაცემები არ აქვს თუმცა აქვს ტექნიკა ბოჭის ციკლაურმა ცუდი გადაცემა გააკეთა ჩაიჭრა პასი და ვნახოთ რა აქვს თუ გადაარჩენს ყაზბეგი გადაარჩინა საბოლოოდ ჩქარეული ორკინალები მოამზადა საკუთარ ნახევარზე ასეთ სიღრმეში არ ექნება სურვილი მოხევეებს ხელით თამაშის გავიდა იმნაძემ კი მაღალი ბურთი ასწია მიმყოლები ყავს ყაზბეგს შეასრულა ბოჭა ჟორჟოლიანმა ირემაძე კარგი იყო ჰაერში შეუნარჩუნა ბურთი ბათუმ შამილიშვილი წამოვიდა შებოჭა ჯულუხაძე გაცუდა ეს პასი მარცხენა ფლანგი ვილიამსი თურმანიძე შეცვალა შეტევის მიმართულება შამილიშვილი გაბელაია თამაშებს აირიდაო ძიმეთა შორის მოექცა აქ არცუ ისე კარგი გადაცემა და წინ თამაში საბოლოოდ აი კარგი დაცვა ითამაშა ყაზბეგმა ცოტა დაიკარგა ბათუმის შეტევაში და
საბოლოოდ წინ თამაში და მორიგი შერკინება. ბოლო შერკინებაში ყაზბეგმა დააჯარიმა მასპინძელი ბათუმი. ნახოთ. აქ ისევ კონსულტაციები ექიმთან გუგუა ხულელიძეს. კან თუ როგორ გძნობს თავს ის. კელა ლემონჯავა. მე ბათუმელთა სტაფს ხედავთ. ირაკლი მიიძის მეთაურობით. გაიწევა ცოტა ეპიზოდი, ახლა მოუწოდებს სავარაუდოდ რომ დააჩქარონ მოწყობა. ბათუმს ჭირდება გამარჯვება იმისთვის რომ დარჩეს ბრძოლაში, რომ პირველ მეორე ადგილზე თუ აიდა არეს და აიას დაუცდა ფეხი, შეძლებს ბათუმი ორივე მატჩის გამარჯვების შემთხვევაში რომ პირველი ან მეორე ადგილი დაიკავოს და მცირე ფინალი ითამაშოს და უფრო მეტი შეხვედრის ჩატარება არ მოუწიოს პლეი-ოფში. ბოლო ტურებია და რა თქმა უნდა თავისი მაქსიმუმი უნდა გააკეთოს ამისთვის ბათუმმა. აქ კარგი ბოჭვა ტამბუსგან ინაძემ ჰოსპიტალ პასი ეგრეთ წოდებული გაუშვა და დაკარგა შეტევა ყაზბეგმა საპირისპიროდ კარგ შეტევაზე მოდის ბათუმი მოსულიშვილი და იქნია კარგად დაიყვანა თან მეტოქე დამცველი და როგორი მოუხელთებელი ფთის მოთამაშეა უილიამსი არა და როგორ ახლოს იყო გელაძე რომ შეებოჭა ის მანამდე უნდა აღვნიშნოთ ჯერ გაგაარაბულის ძალიან კარგი გადაცემა რითაც მოსულიშვილმა გაჭრა ხაზი კარგად იარა მოსულიშვილმაც ასევე აიყვანა ორი ერთზე მშვენიერი პასი გაუკეთა უილიამს და საბოლოოდ ბათუმი გადის წინ. ხო დაწინაურდა კარგი სტარტის შემდეგ ყაზბეგმა დათმო შემდეგ მიხვდა ბათუმი რომ იმნაძეზე წნეხის დადებით შეიძლება ყაზბეგისთვის შეტევის განვითარების მოკლა და ამას ჯერჯერობით კარგად აკეთებს საფიქრალი უკვე ყაზბეგს და სტეფან წმინდელთა სამწვრთნელო შტაბს აქვს თუ როგორ უნდა იპოვონ გამოსავალი ამ სიტუაციიდან. გამოსავალი სავარაუდოდ იქნება ის რომ დავით მოძრიშვილმა გადმოიწევს 10 ნომრად, იმაზე ჩავატყობენ. ხშირად აკეთებენ ხოლმე ამ ფორმაციას ყაზბეგელები და როგორც ჩანს გუგუა ხულელიძეს ძალიან აწუხებს ფეხი და ტოვებს თამაშს. ბოლომდე შეხედა, მაგრამ ჩანს დაზიანებული. ხო ჩვენც ვახსენეთ რომ ოპტიმალური გუნდით და შემადგენლობით იყო ყაზბეგი, თუმცა მათაც აქვთ საკადრო პრობლემები, ესეც გამოჩნდა. გელაძეს გაუცუდა ბოლო ბოჭვა, თუმცა მოსულიშვილის თამაში არის გამოსარჩევი, რომელმაც დააბა თავისი ბოჭავი, გარეთ მონახა თავისუფალი თანაგუნდელი უილიამსის სახით და საბოლოოდ დაგვირგვინდა შეტევა 12-7. ბათუმელებმა იგდეს ხელთ უპირატესობა. ალი ბეგაშვილი ცდილობდა ჰაერში თამაშს არ გამოუვიდა, მაგრამ გარკვეული დისკომფორტი მაინც შეუქმნა ბათუმის ბლოკს. ალი ბეგაშვილი, რომელიც ჩვენი შვიდკაცანაკრების წევრია, სერგი ჩხაიძესთან ერთად, რომლებიც იყვნენ კეიპტაუნში. თურმანიძე, მაღალი ფეხი. ბაგაშვილი ჩაერთო აქ. ბაგაშვილიც ლევოს აღზრდილი. კი, ხო. ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ლევოს და ყაზბეგს. შეიქმნისას დაეხმარა პირველი ეტაპი მოთამაშეებით შეუსო ყაზბეგს ლევომ, ვისაც ნაკლებად უწევდა უფრო თამაში, აქ კი ჯარიმა. არ გამოურიცხოთ რომ ვიდეო რეფერის ჩართვა დაგვჭირდეს. თამაში რაღაცა დაზიანება აქვს, ანუ ბურდულს და უმალვე გააჭერა ლემონჯავამ თამაში. იქვე იდგა სავარაუდოდ უკვე მოწმდება ეს ეპიზოდი და გელასაც აქვს კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, შევთა თევზაძესთან, რომელიც ჯიხურიდან უკანა ფლანგიდან
ეხმარება. სამწუხაროდ გელას ხმა არ გვესმის. მედონოთ რომ გამოსწორდება და გავიგებ საჯის ხმას. აბა თუ მოითხოვს გელა ეკრანსთან მისვლას. კი ბატონო, მოითხოვა მომენტში გადახვედვა და ახლა ვნახოთ. იმედია აი ამ მომენტში გასწორდება ზუსტად და გავიგებ თუ რა საუბრობენ საჯები. ბურდულს აშკარად მაგრად მოხვდა. თავში აქვს სხვა წერტილში, სხვა წერტილში და სხვა მოთამაშეს. კი. შეიძლება თავში. გომიაშვილის თავი ხვდება შეიძლება. შიდა მხარეს ვინც იცავდა იმ მორაგბის თავი ხვდება. ალბათ იქით ახედით საინტერესო იქნება. მაგრამ არაფერი შეიმჩნია გომიაშვილმა, რომელსაც თავში ნამდვილად მოხვდა. ხო, თავითავნა კონტაქტი აშკარად გვაქვს, აბა, აი დაპაუზდება ახლა. ხო, მოკლედ დავეუდოთ საჯებს და გავიგებ თუ სად არის და რაზე არის პრობლემა. ხო. სხვა რაკურსი თუ იქნება. სავარაუდოდ არ არის იქით ხედიდან არ ჩანს არაფერი, ამიტომაც არ ამეორებენ საჯები. დაველოდოთ ვერდიქტს. უხმო შათირიშვილს. და ყვითელი ბარათით დაიჯება შათირიშვილი აი ამ შეჯახების და გამო. აი ესე 10 წუთი დარჩება 14 კაცით ბათუმი. ეს უნდა გამოიყენოს ყაზბეგმა იმისათვის რომ კვლავ დაიბრუნონ უპირატესობა რთული იქნება მიუხედავად იმისა რომ კაცნაკულია ბათუმი გამომდინარე იქიდან რომ თავად დაკარგეს უნიშნულოვანესი მორაგბე და კაპიტანი გუგუახუელის სახით. ხო, მაგრამ არიან ლიდერები ამ გუნდში, როგორც აი თქვენს განაცხადეთ დავით მოწყლიშვილია. ჩქარეულები იყვნენ გამორჩეული საწყის წუთებზე. ძალიან სახიფათო წერტილში აქვს ახლა ყაზბეგს დერეფანი, ვნახოთ ბათუმი როგორ დაიცავს თავს. კი ბატონო, ყაზბეგის დერეფანი. ერთი კაცი შევიდა, მეორე გამოვიდა, გაუგებრობა საბოლოოდ. ისევ ყაზბეგელები დარჩაძნენ. რა ფოჭვაკ! 12 ნომრების ორთაბრძოლა ვიხილეთ. ლუკა ჩქარეული ჩაერთო თამაში და ისიც უკან დახიეს. ხო, კონტაქტში გაცილებით ხისტია ბათუმი უნდა აღნიშნოს. და რა სამუშაოს წევს გიორგი თხილაიშვილი. მოედანზე ყველგან არის. აქ უკვე გუნდის კაპიტანი ფოფხაძე იყო გამორჩეული, ძალიან უკან იხევს. ყაზბეგი ჩაუგდო. ვერ აიღო, ვერც ალალზე მოახერხა. ვაჯამიქაძემ დაჭერა ამ ბურთის და წნეხშია. მაგრამ კარგად წამოიღო მაინც. დაცვაში ვერ გამოიყურება ისე. ყოჩაღა ზოგადად კონტაქტის ზონაში ვერ არის ისეთი დომინანტური, როგორც ბათუმი გახლავთ ამ მომენტისთვის. აქ წნეხის და მიუხედავად საკმაოდ კარგად განმოხდა ბათუმმა სიტუაცია და მორიგი შანსი ყაზბეგს მეტოქის 22-თან. აქ მოლი ჩამოაყალიბა ყაზბეგმა, კარგი ძვრაც მიცეს. აბა ვნახოთ. როგორც ჩანს უკან იყო, კი, წინ დაუვარ და
სოსო ჭოიძეს და იქნება შერკინება. ხო, შათირიშვილს ყვითელი აქვს, შესაბამისად უნდა ვიხილოთ ბაჩუკი ჭუმბაძე მოედანზე. ბაჩუკი ჭუმბაძე გამოვიდა მოედანზე. საინტერესო იყო ერთი ფაქტი უნდა აღნიშნო, წინა ტურში, როდესაც ბათუმი ეთამაშებოდა ტაოს, ბაჩუკი ჭუმბაძე და იროდიონ ქუცნიაშვილი, რომელიც თანაგუნდელები იყვნენ, ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობდნენ და მეც მათი თანაგუნდელი საჯობდივედ ეკი შერკინებაში. აი, ახლა კი გელა, ბაჩუკი და მოსულიშვილი ეს სამი. გელაც იქარი. ხულიგანელი. ხო, მოსულიშვილი დაასვენეს როგორც ჩანს ყვითელი ბარათიდან გამოწვეული შეცვლის გამო. აბა ვნახოთ მორიგი შერკინება. მიაწვა ბათუმი გავიდა ბურთი. ხო, ალბათ არც უნდა გაიტანა. ოუ! მაგრამ ათეჩქარეული მაინც აი ამ ხელაკაც როგორ პოჭავს. არ უშინდება არავის. კარგი იყო ტამბუ. თურუანიძემ დაიგზავნა რაკი 22-ს გარეთ არის თითქოს ეს რაკი და უნდა დატოვოს მოედანში მაღალი ფეხი ცრაფად მიყვება ვიტალი რემაძემ ათეჩქარ როგორც ჩანს თამაშგარე იყო კი ხო სავარაუდოდ თამაშგარე უნდა იყოს ფეხის შემდეგ წინ დგომები წავიდნენ კარგი პოზიცია კარში დასარტყმელად რა სიტყვის აბა და შემდეგ უკვე ერთი ჯარიმაც საკმარისია წინ გასასვლელად ყაზბეგისთვის თან უტევენ უკვე რამდენიმე წუთია ყვითელი ბარათის შემდეგ უქულოდ არიან და მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ასეთ დროს ამ უპირატესობის გამოყენება ფსიქოლოგიურად რომ შემდეგ გუნდს საპირისპიროდ არ დახვდეს ეს ფაქტი ყოველთვის ურტყავს ნეგატიურად როდესაც ყვითელი ბარათის დროს ამ უპირატესობას ვერ იყენებ და პირიქით ხდება ხშირ შემთხვევაში რომ საპირისპიროდ უშვებ ქულებს. იმნაძის დარტყმა ზუსტია. 12:10 ხდება ანგარიში ნახევარ საათში. უკვე მიილია ნახევარი საათი და ნახევარ საათში ვიხილეთ არც თუ ისე მაღალი ტემპი, თუმცა დიდი დაძაბულობა, რაც გამომდინარეობს, რა თქმა უნდა, იმისგან რომ უკვე ბოლოსკენ გავედით რეგულარული გათამაშების დიდიათის და მნიშვნელობა თითოეულ ქულას გიორგი ციკლაური დაჯარიმებულა. უფრო მეტი და მეტი აქვს. კარგად გამოჩნდა. აქ მაინც მოახერხა ყაზბეგმა თითქოს ამ ბურთის შენახვა, ჩაუწვა. იმნაძე ბურთს და კონტრაქციულს გამოვარდა ბურთი ჩქარეულმა გადააწოდა თანაგუნდელს წნეხში უწევს ყაზბეგს ახლა მოგერიება აი რას ნიშნავს როდესაც ბურთს საწყის დარტყმას ვერ მიიღებ კარგად იმნაძე ემზადება ბურთის მისაღებად თუმცა იქამდე გადაწყვიტა ჩქარეულმა რომ ეთამაშებინა ჭყოიძე და დაჯარიმდა ყაზბეგი ათამაშებს ბათუმი. წამოვიდა შამილიშვილი. ახლო მიძალება ბათუმელებისგან, აიღე და მიეძალეზე გადავიდნენ ზღვისპირელები თურმანიძე. ეძებს ბურთს არ ჩანს, აი გამოვიდა ახლა და თამაშგარის უპირატესობით სარგებლობს. ბათუმი ციკლაური. ეს გადაცემა ვერ იყო კარგი და დაუბრუნდება ჯარიმის უპირატესობა. ხო, უხმობენ გარედან რომ შერკინება მოითხოვათ ბათუმელებს. მაგრამ უფრო პრაგმატულად თამაში მართებს ჩემი აზრით ბათუმს და კარში უნდა დაერტყა. მაშინ როდესაც ისინი 14 კაცით არიან.
ნახოთ ვინ იქნება უკეთესი ამ შერკინებაში. თითქოს ბოლო შერკინებაში ბათუმმა მიცა ბიძგი, მაგრამ უმალ გაიტანეს და შესაძლოა ლემონჯავას აღარ დაუჯარიმებია. აკი აშკარად თავისუფალი. გაათამაშა თხილაიშვილმა, წამოვიდა. მარჯვენა ფლანგი. კიდევ ერთი წარმატებული მიძალება ბათუმელთა შერკინების. ყაზბეგელებს მართებთ, რომ თაფლის მოედანთან იდნენ. არ უნდა გადმოცილდნენ, იმიტომ რომ ამ დროს დიდი ყურადღება ექცევა თამაშგარეს ჭუმბაძე. ვერც ის მიწვდა მოკლეა. კარგად იცავს ყაზბეგი, ზედიზედ მე რამდენი ფაზას არც აქ იყო დამიწება მოკლეა. კვლავ აი აქ უკვე გაიტანა მაინც, მოახერხა ლეოს გატანა. გამოცდილი. გოგი თხილაიშვილი მოწყვეტით წავიდა და დააგვირგვინა ეპიზოდი 17-ით 10. კაცნაკულობის ჟამს ახერხებს მაინც ბათუმი ლელოს გატანას. არ უნდა იყოს რთული გარდასახვა. ხო, თან ნახეთ როგორ რთული პოზიციიდან მოახერხა ვაჟამიკაძემ. ერთის გატანა, ერთი გაუცურდა. ხილაიშვილი იყო მსხვილი რაკურსით ვეტერანი ბორჯღალოსანი. ვაჟამიკაძე ეცდება რომ 9 ქულამდე გაზარდოს ბათუმელთა უპირატესობა, ხო? არ ითამაშეს სამ ქულაზე და აი ამ რისკმა გაამართლა. როგორც ან ზუსტი არის, კი ბატონო 19-ად გაამართლა ამ რისკმა. დაწუნებული რომ უფრო და უფრო გახურდება ჩვენი თამაში. აქ ხაო ხედავთ რომ დაამიწალებო. ექვსი 7 წუთი გონია შოთი ცაგარეიშვილის თქმით ის არბიტრის. აბა გამოვიდა გაბელაია, აირი და ორი მორაგბე დარჩა ფეხზე. კარგადია რა, ახალგაზრდა კვაჭმა თურმაინძე სტრაფი ბურთი ჭირდება ბათუმს. უკან ოზაძე, ციკლაური, მიქაძე ჩაერთო. ახლოში მიყვება ტამბუ გაგლეჯვაზე, მიქაძე რა კარგია. ისევ თურმანიძე არაჩერებს ბათუმი ტემს, წამოვიდა შამილიშვილი, 14 კაციანი ბათუმი, როგორ კარგად გამოიყურება. თურმანიძე, ნოზაძე აუთამაშდა ეს ბურთი, მაგრამ აინ შეინახა. ისევ აი რამდენად ხშირად თვლიან დააკვირდის აბა ბათუმელები შეტევის მიმართულებას, ერთ მხარეს თითქოს არასდროს არ უტევენ ტამბუ რაო. სამ მორკინალთან მივიდა და აი ძლივს აჩერებენ ახლა. ისევ თურმანიძე. უკან ნოზაძე ოსულიშვილი წამოვიდა. შათილიშვილი დაბრუნებულა ამასობაში. ხო, აქ ჩქარეულმა ვერ აიღო. წნეხშია კვლავ ყაზბეგი ვერ დაალაგეს თამაში მათ. ხო, თავიდან კარგად დაიწყეს და შემდეგ აი ჩავარდნა ქონდა სადაც ბათუმმა ძალიან კარგად იხეირა. იმნაძის ფეხი ვნახოთ ახლა. კიდეზე არ გადადის, გაგრძელდება ახლა წნეხი. ვილიამსი. აბა ვილიამსი წამოვიდა ჭრაზე. ამჯერადაც მოახერხეს მის შეჩერება. მალე უნდა გავიდეს ონისე ბაზალი. კარგად გაწმიდა შათილიშვილმა. არაბული, კაი თავისუფლა ხელი და გადაცემა ვერ შეასრულა. ხო, როგორცაც არ იყო წინ თამაში და ფეხით მიარტყა. ფეხი მიარტყა ბათუმელთა მორაგბემ, იაგო გელაძემ კი
გადაიტანა ჩათვლის მოედანს უკან, ბურთი არ იყო ჩათვლის მოედანში შესული, შესაბამისად ეს უკვე იქნება ბათუმელთა შერკინება, ხო აშკარად ბათუმი უკეთესია ბოლო 20 წუთის განმავლობაში. მძიმე ტაიმი გამოვიდა. აქ მცირე დაზიანება, თორემ გაბელაიას რომელთაც ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა განახლების შემდეგ, კარგად გაჭრა ხაზი, ამდენიმე მორაგბი აირიდა და სწორედ მის გარღვევას მოყვა შემდეგ ეს ბათუმელთა სწრაფი და კარგი შეტევა. აბა მორიგი შერკინება ბათუმელების მნიშვნელოვანი იქნება ყაზბეგისთვის თუ აი მოახერხებს თავის დაცვას. და როგორ ჩანს დააჯარიმა ყაზბეგმა ამ შერკინებაში ძალიან მაგარი მომენტი წამოიღო სტეფან წმიდის ყაზბეგმა. ხო ეს საჭირო იყო, სჭირდებოდა რა თქმა უნდა. ყაზბეგს ტაიმში ჩავარდნა ჰქონდათ მათ. ყვითელი ბარათი ტაბლოზე უნდა გაქრეს, დაბრუნებულია უკვე შათირიშვილი, მოსულიშვილიც მოედანზეა. მცირედი პოზიტივი ყაზბეგს ახლა აი ამ მინიორთა ბრძოლაში გამარჯვებით. სოსო ჭყოიძე. ნახოთ რა შემოგთავაზებენ ტაიმის მიწურულს სტეფან წმინდელები. აქ ორი ხელით მარტივად მოიგო გელაძემ, დაასტრო ავტომატ, ჩქარეული წამოვიდა. გადაიყარა ეს აქი შეცვალა შეტევის მმართველობა ჭყოიძე. ახლა სავარაუდოდ ფეხით უნდა გავიდეს ყაზბეგი, ასეც იქცევა დაიქცევა რაკი მათე ჩქარეულმას სავარაუდოდ მაღალი ფეხი უნდა იყოს დარტყმული. დააშობინა შეცნობა ფოფხაძეს, ასე რომ წნეხის გარეშე ახერხებს დარტყმას. ბაზალი მიხვდა რომ ბურთზე ვეღარ მიდიოდა და ბოჭვა შეასრულა. უფრო მეტად ხისტი ბოჭვა, ხის ბოჭვას ეუბნება დიონისისგან. ცადა ვედი, თუმცა გამოვიდა ის რაც ვიხილეთ თურმანიძე ამზადებს ფეხს. გამოყენებისკენ მოუწოდებს. გელალემონჯავა ინაძე მიიღო ბურთი, მონახა მოძღვრიშვილი, გრძელი გადაცემა ფთაზე ალიბეგაშვილი ფეხით თამაშობს, სწორადაც იქცევა. არა მგონია რომ სწორად იქცეოდეს, შეტანილი იყო ეს ბურთი და კიდევ ერთი შანსი დაუტოვა ბათუმს იმისთვის რომ მორიგი ქულები დააგროვოს და არ გარშემოაქვთ ამასაც. ეს მეც გამეპარა რა მომენტში შეიტანეს 22-ში. აი პირველად დაიჭირეს 22-ს გარეთ დაიჭირეს და შემდეგ არც ბოჭვა არ ყოფილა, არც რაკი შესაბამისად და ჩაითვალა შეტანილად. მე ავტომატურად ჩავთვალე რომ იმნაძემაც 22-ში მიიღო ბურთი. შანსი კვლავ ბათუმს და იმის მიწურულს. აბელაია თორნიკე. ბათუმის აღზრდილი მორაგბე. აქ მოუგო ეს დერეფანი და აქ ვერ გაერკვიან საბოლოოდ გელაძე დაიმორჩილა ეს ბურთი.
მუდმივად მოგერიების რეჟიმშია ყაზბეგი, მას შემდეგ რაც ბათუმმა წნეხი გაზარდა და უპირატესობა მოიპოვა, ასე რომ 19-10 ტაიმი დასრულდა ამ ანგარიშით გავდივართ შესვენებაზე 10-20 წუთში დაუბრუნდებით მოთამაშეებთან ერთად. კი ბატონო, დროებით.